მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ჩვენ წავიკითხავთ ამ შაბათს ორ კვირის თავს, ისევე როგორც წინა შაბათს წავიკითხეთ. გვექნება ორი კვირის თავი, ეს არის ახარემოთ და პარაშათ კდოშიმ. და გამჩენის წყალობით შევეხოთ რამოდენიმე სიტყვით პარაშათ კდოშიმს. წერს თორა იწყებს შემდეგი სიტყვებით პარაშათ კდოშიმ. וידבר השם אל משה לאמור, גם שם ותחרה ישראל ארץ, משה רבינוס משהו, בתסקות משה רבינוס ותחרה גדייצי דאו על משה רבינוס גם של מה. דבר אל כל עדת בני ישראל ואמרת עליהם, ותחרה כל ישראל שואלס, קדושים תהיו כי קדוש אני, השם אלוקיכם. דגوا עולה רו, אסתסקות מצווה דגوا עולה, ויחות צמינדני רדגן גם צ'ני עלי, ასკოდადან წმევარ ასკოდ წმინდა ეს და სიტყვა და ის შულებს იყავ წმინდა მე რადგანაც მე ვარ წმინდა არის მეორე თარგმანი ჩიგუზე გადავთარგმნ ცოტა სხვა კონტექსტში მაგრამ შინასი ერთი და იგივეა თითქმის რომ გამჩნია და ვიყოთ წმინდანები ისევე როგორც გამჩენია წმინდა კი გადაშანი ხო ასკოდ ითარგმნება როგორც მე ვარ წმინდა და მაგიტომ უნდა იყოს წმინდანები ან მეორენაირად გადავთარგმნოთ რომ ვიყავით წმინდანები ისევე როგორც მე ვარ წმინდანი რანაირად უნდა გადავთარგმნოთ გაუგებარია ხო ეს ყველა მიცვა რასაც გვავალეს გამჩენი აქ ახსნა და მოდი არაბები დახსნიან ამ პარაშათ შაბათს უამრავი კომენტარი წერია მაგაზე თუ რას ნიშნავს როგორ უნდა ვიყოთ წმინდანები რას ნიშნავს რომ გამჩენის დონეზე ვიყოთ წმინდანები და მოდის ერთ-ერთი კომენტატორი ეს არის ხათამ სოფერი და ამბობს რომ გაუგებარია ხო როგორი მიცვა შესაძლოა ყველა მიცვას აქ ახსნა და როგორც თორაში გვიწერია რომ არ არსებობს იგივე ადამარიშანზე წერია პირველ ადამიანს რომ მისცა მიცვა პირველი მიცვა რომ არ ჭამოს ამ ხიდან და მანდ ვეწერია მიდრაშის ბრძანებს გემარაში წერია რომ არ მისცა ადამიანს გამჩენა მიცვა რომელიც შეუსრულებადია შეუსრულებადია ყველაფერი უნდა იცოდეს ადამიანმა რომ რაც მიცვაში მიცვატორი წერია თორაში ყველაფერი შეგვიძლია შევასრულოთ რა თქმა უნდა მონდომება საჭირო და მცდელობა უნდა შევეცადოთ მივიდეთ მაგდონეზე და შევასრულოთ ყველა მიცვა არ არის მიცვა რომელსაც ჩვენ ვერ შევასრულებთ არის გარკვეული მიცვები რომელიც ჩვენ არ შეგვიძლია შევასრულოთ იმიტომ რომ გარკვეულ პირებზე ასე ვთქვით მითითებული იგივე ქოინგადოლი და ასე შემდეგ მიცვები რომელიც მას ეკუთვნის მარტო მაგრამ ისაც წერია ყველა ეს შვილი რომ უნდა ესედესი გავაკეთოთ ვიცოდეთ რომ ყველა მიცვა ასე ვთქვით შესრულებადია და მოდის და ხათამ სოფერი ამბობს როგორ შეიძლება ეს მიცვა შევასრულოთ ჯერ ასეთი ადამიანი რომ მივიდეს იმ დონეზე რომ იყოს წმინდა რაღაცა სასწაული დონეა რადგანაც მოყავთ მაგალითები რაბებს რომ ერთეულებზე წერია რომ იმ დონეზე ავიდნენ გამჩენის სამსახურში რომ მიეცერა რაც კი ხელს აღარ უშლიდა ჩვენ ყველა ეს შვილს მოგმართავს გამჩენი და ამიტომ ვილაპარაკოთ არა ერთეულებით არამედ ჩვენ დონეზე რომ ჩვენ გვაქვს იწერა ჩვენ გვიშლის ხელს იწერა რომ შევასრულოთ მიცვები და შესაბამისად უკვე თითქოს და მიუღწევადია ეს მიცვა რომ ვიყოთ წმინდანები და მეორე მხრივაც თუ გადავთარგმნით რომ გამჩენი გვავალეს რომ იყავით წმინდანი ისევე როგორც მე ვარ წმინდანი ნუ ეს ვაფშე ასე თქვა წარმოუდგენელია როგორ სიმზე მე ისეთი სიწმინდეს მივაღწია ადამიანს რომ ვიყო გამჩენივით წმინდანი ვაფშე საერთოდ წარმოუდგენელია წერს ხათამ სოფერი და მოდის და რა თქმა უნდა ამ პარაშათ კდოშიმზე არის სასწაულად ასე ვთქვით ბევრი ყველა კომენტარები ასე ვთქვით ხსნიან სხვადასხვა მიმართულებით მე ასე ვთქვით ავიღე ასე ვთქვით ორი ახსნა ხათამ სოფერის ორი ახსნა თუ რას ნიშნავს იყოს ადამიანი წმინდანი როგორც გამჩენი გვავალეს უნდა შევასრულოთ ეს მიცვა ხო წერს ხათამ სოფერი რომ ორი გზა არის რა თქმა უნდა იყოს მილიონი ახსნა მაგაზე მაგრამ ორი ახსნა რო ავიღოთ ერთ-ერთი ახსნა რას არის ვიყოთ წმინდანები გადავხედოთ წერს ხათამ სოფერი გადავხედოთ უნდა წინა კვირის თავს როგორც ჩვენ თქვით რომ კითხულობთ ახარემოთს კვირის თავი ახარემოთ და მერეკედოში ახარემოთში არის მოყვანილი ის კანონები რომელიც ეხება ქოინგადოლს ქოინგადოლი ადამიანი რომელიც ემსახურებოდა მთელი ისრაელის ერის სახელით ტაძარში რომ მარტო მას შეეძლო ერთი ადამიანი იყო რა თქმა უნდა
ქოენები არიან შტო, არის ჩვეულებრივი ქოენები, მთელი შტო ეს ჩვეულებრივი ქოენებად ითვლებიან, მაგრამ ყოველ თაობაში არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ეწოდება ქოენგადოლი. თუ რაღაც პრობლემა არ შეიქმნა, ან გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, მე ასე ვთქვათ, შეცვლის სხვა ადამიანი, მაგრამ ყოველ თაობაში მარტო ერთია ქოენგადოლი, როდესაც ტაძარი არსებობდა და ბეზრათ Hashem გამჩნდა დაგვიჩქაროს და აგვიშენოს მესამე ტაძარიც სამუდამოდ ტაძარი და იქაც გვეყოლება ქოენგადოლი. და წერს ხათამ სოფერი რომ როგორც ქოენგადოლი ასე ვთქვათ, რა იყო ქოენგადოლის დანიშნულება, რომ თავს წირავდა ქოენგადოლი ისრაელის ერისთვის, რომ ემსახურა ტაძარში, წასული იყო უდიდეს ასე ვთქვათ, თავგანწირვაზე, ასე ვთქვათ, პირდაპირ დავარქვათ, რადგანაც თორაში არის მასახეთ იომაში არის მოყვანილი სლათის კანონები, რა უნდა შეესრულებინა და როგორ უნდა შეესრულებინა და თუ რამეში შეცდებოდა იომ ქიფურში ქოენგადოლი ისრაელის ერისთვის ემსახურებოდა გამჩენს, რომ ისრაელის ერს აპატიოს გამჩემა ცოდვები, ორი რამე სჭირდებოდა თქმა უნდა ისრაელის ერს ეს რომ თვითონ თეშუბა გაგუკეთებინა და შემდეგ ქოენგადოლი ჩაატარებდა თელ ასე ვთქვათ მსახურებას რაც იყო იომ ქიფურში და შემდეგ ჰქონდა საშუალება შანსი რომ გამოგვესყიდა ჩვენი ცოდვები. რა თქმა უნდა ბევრი ფაქტორია რა არის როგორ უნდა გამოგვესყიდა ცოდვები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ვთქვათ სხვა თემა. როგორც ქოენგადოლი თავგაწირვაზე მიდიოდა იმისთვის რომ ისრაელის ერი უკეთ ყოფილიყო, ისრაელის ერს გამოესყიდა ცოდვები, ეს არ იყო პირადი ცოდვები, ეს იყო ისრაელის ერის ცოდვების. მთელი ერის ასე ვთქვათ მის უკან იყო. გარდა იმისა, რომ თავის ცოდვებსაც გამოისყიდდა, სხვის ცოდვებისთვის, სხვის მდგომარეობისთვის თავს წირავდა. რომ ისრაელის ერი თითოეული ისრაელის შვილი ყოფილიყო კარგად. ქონდა საშუალება, როგორც ვახსენეთ, ეს არის ადამიანის დამოკიდებული, არა ქოენგადოლი მარტო არ უშველიდა ისრაელის ერს. ეს იყო ასე ვთქვათ, როგორც პროცედურას ავითარეთ, უნდა გამოვისყიდოთ ცოდვები და ერთ-ერთი არის რა, რომ ქოენგადოლი სამსახური იყო. თუ არ შეასრულებდა, როგორც თორაში გვიწერია, ერთიანიც არ შეასრულებინა, ასე ვთქვათ, შეიძლებოდა რაღაც დაზიანებული ყოველ სამსახურში, ან ვაფშე, ასე ვთქვათ, თელი იომ ქიფურს ძალად წაერთმევოდა. და მიდიოდა ქოენგადოლი და თავს წირავდა, ასე ვთქვათ, გამჩენის სახელზე და ისრაელის ერისთვის, რომ ისრაელის თითოეული ისრაელის შვილი ყოფილიყო კარგად. წერს ხათამ სოფერი სადაც ისრაელის შვილი ნებისმიერი არსებობს, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში, უნდა იცოდეს ერთი რამე, რაც ნიშნავს რომ ვიყოთ წმინდანები, რომ იზრუნოს ისრაელის შვილმა სხვა ისრაელის შვილისთვის. არ უნდა იზრუნოს ისრაელის შვილმა ნებისმიერ საკითხი ავიღოთ, აქ მატერიალური, სულიერი, მიცვები, ყველაფერი ერთად რა იყოს ისრაელის შვილმა, არ იფიქროს ისრაელის შვილმა მარტო თავისთავისთვის. მე ვიყო კარგად, მე მქონდეს შემოსავალი, მე მქონდეს ფარნასი, მე ვიყო კარგად, მე ჯამთელად ვიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შევასრულო მიცვები და ასე შემდეგ. არა, თორა გვასწავლის რა, წერს ხათამ სოფერი, მიხედ მოიხედე. შენს გარდა იქნება ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდება. ნებისმიერ საკითხში. არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც ქოენგადოლი რო ცულობდა და ემსახურებდა გამჩენს, არა მარტო ფარნასისთვის, არა მარტო ჯამთელობისთვის, ყველაფრისთვის. რო ქონოდა ისრაელის ერს სიცოცხლეც, ჯამთელობაც, ფარნასაც, დღეგრძელობაც, ყველაფერი ქონდა. ყველაფრისთვის წირდა ქოენგადოლი თავს. და ხათამ სოფერი გვიწევს რა, რას ნიშნავს რომ ვიყოთ წმინდანები? ქოენგადოლზე წერია რომ იმისთვის რომ შესულიყო ტაძარში უნდა ყოფილიყო წმინდანი. და წერს ხათამ სოფერი რომ ესე უნდა ვიყოთ ყველა ადამიანი წმინდანები. წმინდანები ერთი მეორის მიმართ, რომ ვფიქრობდეთ ჩვენს გარშემო და ჩვენ თავს უყურებდით ისე, რომ რისი გაკეთება შემიძლია ისრაელის ერისთვის მაქსიმალურად. ავიღოთ ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობა, ეხლა მე რითი შემიძლია დავეხმარო ისრაელის შვილს. ყოველ დღე ერთი და იგივე უნდა ფიქრობდეს და ერთი და იგივე უნდა ცდილობდეს ისრაელის შვილი მე ვიყო არა მარტო ჩემი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. რითი შემიძლია დავეხმარო. ეგ არის ფინანსურად, ეგ არის უბრალოდ მხარდაჭერა, მატერიალური ნებისმიერი კუთხით, მიცვების შესრულებით, თუნდაც ადამიანი უბრალოდ რო არ იცის რაღაცა მიცვების შევასრულოთ, დავეხმაროთ, მიუთითოთ, რა თქმა უნდა ლამაზად, რა თქმა უნდა ისე რომ იმან შეურაცხყოფა არ მიიღოს თქოს და რამე არ იცის და ჩვენ ვასწავლით და ვარიგებთ, არა, უნდა იყოს რბილად, ლამაზად, ტკბილად, რომ იმ ადამიანმა იცოდეს რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მხოლოდ დახმარება. ეს არ არის რომ ხას ხალხი რაღაცა დავჩაგროთ ან რაღაცა არ იცის და ასე შემდეგ. პირიქით, რომ ისრაელის შვილმა რო იზრუნოს, იგრძნოს, რომ ის მეორე ადამიანი ვის ვეხმარებით ხა ჩვენ, ის დახმარებისთვის მოვიდა და არა ხას ხალხი პირიქით.
ეს არის ერთ-ერთი დანიშნულება რა, ყოველი საშვილი ჩვენ ფიქრობდეთ გამჩენის წყალობით, რითი შემიძლია მეორე ისრაელის დავეხმარო. თუნდაც როგორც დღევანდელი ასე ვთქვათ თაობა ავიღოთ, შეიძლება ადამიანს რაღაც მიცვების შესრულებაც უნდადეს და არ იცოდეს როგორ უნდა ასე ვთქვათ შეასრულოს. ან დავეხმაროთ ჩვენ ვასწავლოთ, თუ ჩვენ არ ვიცით მითითება მაინც მივით სადან წავიდეს, როგორ უნდა ისწავლოს, რაბთან წავიდეს, რჩევა მიიღოს და წავიდეს ცხოვრებაში წინ. ნებისმიერი გაგებით. ეს არის პირველი ახსნა, რასაც ხათამსოფელი მოყავს, რომ ვიყოთ ქოენ გადულის სტატუსი გქონდეს ყველა ისრაელის სხვა ისრაელის შვილებისთვის. ფიქრობდეთ, გარდა ჩვენი თავისა, სხვებს რითი დავეხმაროთ, რა თქმა უნდა, იწყება ოჯახის წარევებით, ახლობლები, ნათესაები, მე უფრო ასე ვთქვათ, რადიუს გაზარდოს ადამიანმა თუ ვიზე შეუძლია გავლენა მოახდინოს თავის წრეში. და მოყავს მეორე ახსნა ხათამსოფერს, ეს ვაფშე ასე ვთქვათ წარმოუდგენელი და ასე ვთქვათ შესაძლებადია, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ ძნელი შესაძლებელია, რომ წეს გამჩენი მე იყავით წმინდანები ისევე როგორც მე. ასე ვთქვათ ისევე როგორც მე. და წეს ხათამსოფერი რომ რამოდენიმე წუთით დაფიქრდეს თავის თავზე ადამიანი თუ როგორია ადამიანი ზოგადად, როგორია მე გამჩენის წინაშე. რას ვაკეთებ და როგორ პასუხობს გამჩენი. რო შეხედოს ადამიანმა რაღაც დააშავა, რაღაც არასწორი გააკეთა, ან ადამიანმა გამჩენდა გუფას შაბათი არ დაიწვა, ან უფრო დიდი ცოდვები ჩაიდინა და ხედავთ რა, გამჩენი არ სჭის მაგ ადამიანს. გავიდა ერთი დღე, გავიდა ორი დღე, გავიდა ერთი წელი. არ მოდის გამჩენისგან სასჯელი. არა და ადამიანი იმსახურებდა უდიდეს სასჯელებს, რომ გამჩენის მიცვები არ შეასრულა. არა მარტო არ შეასრულა მიცვად ასე, ამეთ შემოვლოდა ასე გააკეთო, რომ მეც უფრო მძიმე ასე ვთქვათ, არის მიცვები გააკეთა, არის მიცვები რომელიც არ გააკეთო და მიცვები არ გააკეთოში უფრო მეტი სასჯელები, ვიდრე გააკეთო რაღაც უნდა გავაკეთოთ მოქმედება და არ გავაკეთე. მაგალითად რომელში უფრო სასჯელი იქნება, რა თქმა უნდა, გარაბები განიხილავენ სასჯელი რა არის და ასე შემდეგ, მაგრამ რო გვიწერია თქვათ მიცვა 7 დღე, ნუ ისრაელის გარეთ 8 დღე უნდა ვჭამოთ მაცა. და ადამიანმა ერთი დღეც არ შეჭამა მაცა. მიცვები გააცდინა, ხო? რა თქმა უნდა, რაღაცა ასე თქვათ მაგასაც მოეთხოვება. ეს ცალკე განხილვა არ გემარაში რას ნიშნავს მოეთხოვება თუ არა მიცვების არ შესრულებას, რადგანაც ეს არის მიცვა ადექი და გააკეთე. არის ასევე მიცვა, ანუ აგრძალვა, არ ჭამო ხამეცი. მაგრამ ადამიანმა არ ჭამოს ხამეცი, ანუ ჭამოს ხამეცი და არ ჭამოს მაცა, ჭამოს ხამეცი უფრო დიდი სასჯელია. ვიდრე რო არ ჭამო მაცა თელი ფესახის განმავლობაში. ამიტომ ასე ვთქვათ, ბევრი შეიძლება ადამიანმა დაარღვევას დარღვევები და ვხედავთ რომ გამჩენისგან არ მოდის სასჯელი. და დაუშვათ შეკითხვა ადამიანმა თავის თავს. რატო არ მჭის გამჩენი? რადგანაც თორაში წერია რა, გამჩენი არის მოწყალე. გამჩეს არ აქვს ის დანიშნულება, არ აქვს ისრაელის ერთ მიმართებაში. რა თქმა უნდა, დედამიწაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ ისრაელის ერზე რო ვილაპარაკოთ, არ აქვს დანიშნულება შეცდა ადამიანი და დასაჯოს ადამიანი ეგრევე. არა, გამჩენს უნდა რა, ურჩევნია დაიცადოს, შეგვიწყალოს, მოგცეს შანსი, გამოსწორებით და ასე შემდეგ, ანუ მოგცეს შანსი ჩვენ თვითონ გამოვსწორდეთ, ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ, ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ, ნამუსმას, როგორც ვთქვათ, შეგვაწუხოს შინაგანად გულმა, რომ ასე ვთქვათ, მე არასწორი მოვიქცე გამჩენის წინაშე და არ უნდა გამეკეთებინა ესე. ხედავ გამჩენი როგორი მოწყალეა ჩემს მიმართ, რომ ესე და გავაკეთე და მიგამჩენი ვაფშე არც კი მიპასუხა. რატო? რატო ხო შეიძლება ეგრევე ეთპასუხა? ხო შეიძლება იმ წამს გამოგზავნა ასე ვთქვათ, რასასჯელიც წერია თორაში ასე თუ ის გაგზავნაზე. რატო არ დავისაჯე ეგრევე? რადგან სწორედ თორაში წერია რა, სიწმინდე რაში გამოიხატება მოწყალებაში. როგორ გამჩენი ძახის რა, იყავე მოწყალე, რადგანაც მოწყალებით შენ მიხვალ სიწმინდის ასე ვთქვათ საფეხურზე, თუ იქნები მოწყალე, წარმოიდგინე რომ ჩემს დონეზე ხარ ასე ვთქვათ სიწმინდეში. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება რომ თითქოს და ვერც კი წარმოვიდგენთ გამჩენის სიწმინდეს საერთოდ, რაც არ უნდა თორა ვისწავლოთ, როგორც წერია თორაში, გამჩენის სიწმინდეს შეიძლება ასე ვთქვათ წვეთიც კი ვერ წარმოვიდგინოთ და ვერც მივახცეთ იმ დონეზე გაგებით მაინც რომ რა სიწმინდე გამჩენს, მაგრამ ერთი თვისება უკვე იქნება, ასე ვთქვათ,
დაახლოებული გამჩნდა, დაახლოებული. ხო, როგორც გამჩენი, არა როგორც იმ დონეზე, არამედ ახლოს უფრო. ეს იქნება რა, როცა ადამიანი იქნება მოწყალე. როდესაც ადამიანი შეიძლება ადამიანმა ასე ვთქვათ რაღაცა ზიანი მოგვაყენა, შეიძლება ადამიანმა რაღაცა არასწორი სიტყვა გვაკადრა, თორაში წერია რა, შეხედე შენ თავს გამჩენის წინაშე. როგორ გამჩენი შეგვიბრალა, სინამდვილეში ის შეურაცხყოფა, რაც შენ მოგვაყენა, შეურაცხყოფა ადამიანმა და მოგვაყენა ზიანი, ან მატერიალური ზიანიც მივიღე და ასე შემდეგ, ხო? მაინც უნდა ვიყოთ მოწყალე და შეიძლება ვერ ვაპატიოთ დღეს ხვალე, მაგრამ პირველი არ უნდა გაკეთოს ადამიანმა რომ არ უპასუხოს. არ უპასუხოს შეიწყაროს ადამიანმა, მის შანსი ადამიანმა თვითონ გამოასწოროს იმან. რა თქმა უნდა, ეს როგორც წერეთოში რომ ძნელი შესასრულებელია, რომ იყოს ადამიანი მოწყალე ამ დედამიწაზე. მაგრამ თორაში წერია რა, არ იფიქრო, არ მოიხედო ისე როგორც ხალხი იქცევიან, შეიძლება ადამიანმა პატარა აკარდა რა ადამიანმა და ხუთმაგად დაუბრუნა ადამიანმა და არც შეიწყალა და ასე ვთქვათ, არასწორი მოიქცა და შეიძლება უფრო მეტი შესწოროს ვიდრე იმან აკადრა რაღაცა. მაგრამ გამჩენი ძახის რომ არა. მე და შენს შორის შეხედე სიტუაციას და ისე უპასუხე იმ ადამიანს. როგორც დაინახავ შენ ჩვენ შორის მე და შენ შორის გამჩენი ძახის ადამიანს ეუბნება რომ მე არც გჭი, არც ასე ვთქვათ, რამეს გიგზავნი, არამედ ველოდები, სანამ შენ თვითონ გამოსწორდები. შეიძლება გავიდეს ერთი დღე, ორი დღე, ერთი თვე, ერთი წელი თვითონ გამოსწორდება ადამიანი, გამჩენი ძახის რა, შეეცადე შენც იყო შემწყალე, შემბრალე. და როცა ადამიანი იქნება შემბრალე, იქნება გამჩენთან უფრო ახლოს. რადგანაც ადამიანები ვართ, რადგანაც რა თქმა უნდა ეს არ არის იმის გამართლება, რომ შეიძლება რომ ადამიანმა ერთმეორეს არ აკადროს და გავადრო და როდესაც მოდის მოუხდი და ეს რა თქმა უნდა არ არის გამართლება და ნუ შეიძლება ის ადამიანიც დაისაჯოს იმის გამო, რაც მეორე ადამიანს დაუშავა, მაგრამ ის ადამიანი ვინც დაახსოვოთ მიიღო ზიანი, მიიღო ასე ვთქვათ წყენა, მიიღო დარტყმა, მაგ ადამიანზე საუბარი რომ ვიყოთ შემბრალე ნებისმიერ ადამიანის მიმართ, შევეცადოთ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ვაპატიოთ, უფრო მეტად ვიფიქროთ ისე თუ როგორ იქცევა გამჩენი ჩვენს მიმართ და ჩვენც შევეცადოთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, მინიმუმ რაღაცნაირად მაინც უფრო დაუახლოვდეთ გამჩენის თვისებებს, რომ გამჩენი როგორ იქცევა ჩვენს მიმართ და მასა მოიქცეთ ჩვენს სხვა ადამიანების მიმართ. გამჩენი გომადრიანოს მოგცეს ბედნიერი შაბათი, შაბათ შალომ და მოგცეს გამჩენმა ძალა ყველა ისრაელის შვილს, მოგცეს რომ მაქსიმალურად შევასრულოთ გამჩენის მიცვები, მეტ მიცვებზე დავუმადლიანდეთ და გამჩენმა მოგცეს ყველაფერში წარმატება.